წიგნი არის მთავარი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში. ეწერა ყველა შეკითხვაზე პასუხი, რაც კი გვიჩნდება ან მომავალში გაგვიჩნდება. რო შეგატყობს ესა რა ქვია ტაქსის ბრძოლი, რომ ქართველი ხარ ან სტუმარი ხარ სომხეთის, პირდაპირ მიყავ ხარ ხელნაწერების სანახავად. ერთადერთი უცხოეთში გამოცემული ჯინსების თაო, სადაც სათაური შეუნარჩუნეს. რასაკვირველია, ეს ძალიან ახლოს არის თვითმკვლელობასთან, ძალიან ახლოს არის ყველაზე სასოწარკვეთილ ნაბიჯთან, როცა თვითმფრინავს იტაცებ. გამარჯობა და ყველას მინდა მივესალმო, მადლობა უთხრა, რომ გიყურებს და გვისმენს, მადლობა მინდა უთხრა ადამიანებს, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერენ და ვისი დამსახურებითაც ჩვენი საუბრები წიგნებისა და ლიტერატურის შესახებ გრძელდება. ჩვენი მარწმენით წიგნი არის მთავარი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, მთავარი საზრდო, მთავარი გასართობი, მთავარი სიკეთე. მადლობა ისევ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, მათთვის რამდენიმე წიგნი გვაქვს დღეს, რომელთაც წარმოვადგენთ უპირველესად მაინც რადგან წიგნი დღესასწაული და ბედნიერება, მიჩვენო ჯერ ცოტა ცუდი ამბავი გითხრათ, უარყოფითი ამბავი და მე გადავიდეთ სუდადებიძე და სასიხარულოზე და სასიამოვნოზე. უარყოფითი და ცუდი ისაა, რომ გარდაიცვალა შესანიშნავი ადამიანი, ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, ბატონი ოთარ მაღათურია და როგორც ეს ხდება ხოლმე, ხშირად შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ვიწყებთ ამ ადამიანზე განსაკუთრებით ხშირად ფიქს და მისი განსაკუთრებულობის შესახებ ფიქს. მე სიმართლე გითხრათ, სულ ვცდილობ, რომ ცოცხალ ადამიანებში აღმოვაჩინო საუკეთესო ადამიანები, როგორც გოეთი ამბობდა, მზე ყველა ადამიანში, მაგრამ მოძებნა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ბატონი ოთარი მაღათურიას გარდაცვალება აღმოჩნდა კიდე დამატებითი ჩემთვის სურვილი, ბიძგი ერთგვარი, რომ მე ფიქრობ მისი შემოქმედების და მისი ცხოვრების შესახებ. ბატონ ოთარ მაღათურიას ჩვენი საზოგადოება იცნობს როგორც თეატრის რეჟისორს, თეატრის მსახიობს და პიესების ავტორს, როგორც დრამატურგს, მაგრამ რასაკვირველია ჩვენს კინოს მოყვარულ, ქართული კინოს მოყვარულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, ის ეცნობათ და რა თქმა უნდა იცნობენ მას, იმიტომ რომ მისი სახე არის დაუვიწყარი და ვინც პირადად იცნობდა მას, აბსოლუტურად მეთანხმება, აბსოლუტურად დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გასაოცარი ადამიანი, მართლა, რასაც გოეთე გულისხმობდა, ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ კონტაქტის ურთიერთობაც კი იყო დიდი სიამოვნება და დიდი დღესასწაული. პირადად მე ვაღიარებ, რომ ძალიან ღია ადამიანი ვარ, ძალიან კომუნიკაბელური და ნახევარ საქართველოს კი ნახევარ დედამიწას პირადად ვიცნობ, მიყვარს ადამიანთან ურთიერთობა, სიამოვნებს კონტაქტები და საუბარი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დიდ ენერგიას ვიღებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს ის, რაც მე არ მაქვს და რაც მე მაკლია და ამიტომ ჩემ გასამდიდრებლად ყოველთვის ჭირდება სხვა ადამიანი, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ ბატონი ოთარ მაღათური იყო ერთ-ერთი მათ შორის ყველაზე კაშკაშა ადამიანი, ალბათ ყველაზე მზე ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია და განსაკუთრებით სიამოვნებდა მასთან ერთად სუფრასთან აღმოჩენა. ხშირად ისე ხდება, გრიგოლ რობაქიძის თქმის არ იყოს, ჩვენ სუფრასთან ისეთი რამე წამოგხსნება, რაც ცხოვრებაში არასოდეს შეიძლება არ ვთქვათ და არასოდეს შეიძლება არ ვიყოთ ისეთი გულწრფელები, თავისუფალი და ლაღი, როგორც სუფრასთან ვარ და უბრალოდ ჩემთვის ეს განსაკუთრებული საჩუქარი იყო ხოლმე მასთან ერთად სუფრასთან მოხვედრა, თუმცა ჩემი აღმოჩენა დაიწყო ბატონი ოთარის აღმოჩენა, დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე მე მას პირადად გავიცნობდი, ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 12-13 წლის, როცა პირველად აღმოჩნდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სკოლიდან წაგვიყვანეს, ხაშო სკოლიდან დავყავით ხოლმე ჯერ თოჯინების თეატრში და მე ცოტა რომ წამოვიზდებოდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელიც სხვაგან იყო, მისი თამაში და მისი მსახიობობა ჩემთვის ისეთი დამაჯერებელი იყო, ისეთი შთამბეჭდავი, რომ გიზდებოდი ამ. ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელმაც მე მომწამლა და რომელმაც შემოყვარა თეატრი. იმდენ ფილმშია გადაღებული ბატონი ოთარი, რომ რა თქმა უნდა ერთხელ მაინც ყველა ქართველს აქვს ალბათ ნანახი მისი რომელიმე კინოდან ან სპექტაკლიდან მე თავისი ცხოვრება მართლა მიუძღვნა მთლიანად მოზარდ მაყურებელთა თეატრს, კონკრეტულად ერთ თეატრს და ისეთი საოცარი პიესების ავტორი გახდა, ისეთი საოცარი დრამატურგი გახდა და ისეთი პიესები დაწერა ბატონმა ოთარმა, რომ არა მარტო საქართველოს თეატრებში, სხვა ქვეყნების უამრავ თეატრში, უამრავ რეპერტუარში აღმოჩნდა და ამ წიგნში ბევრი რამე აღმოვაჩინე, ის რაც არ ვიცოდი ბატონი ოთარის შესახებ და რა თქმა უნდა, რაც თავარია მისი როლების შესახებ,
ინფორმაცია უნიკალური ფოტოებით, მისი თავგადასავალი, მისი ცხოვრების გზები, მისი ოჯახის ამბები, რასაკვირველია, ვინც იცნობდა მას, ვისაც უყვარდა და პირადად ჰქონდა ჩემს ბედნიერება, უდიდესი სიამოვნებით წაიკითხებს, ისე როგორც წარმოადგენ აქვე მის ცალკე გამოსულ პიესების კრებულს და ბატონო თვარი აღარ არის გარდაიცვალა, მაგრამ ეს საჩუქარი, ეს საგანძური, ეს რეპერტუარი იქნება მარადიული, დარწმუნებული ვარ, სანამ ქართული თეატრი იქნება, სულ იქნება ქართული თეატრების რეპერტუარში ჩვენს მსმენელს და ჩვენს მაყურებელს ალბათ ახსოვს შესანიშნავი ფილმი ნანა ჯანელიძის ქალბატონი ნანასი, ნეტა იქ თუ არის თეატრი, შეკითხვა, რომელიც ამ ფილმის სათაურიც გახდა, ეს არის ცნობილი ფრაზა ბატონი კახი კავსაძის ჩვენი შესანიშნავი მსახიობის და სხვა შორის მეც ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს იქ, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური სიკვდილმა გამოვლილი, ყველა დეტალი არ ვიცი, იმიტომ რომ ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწრე, რა შეიძლება იყოს იქ და არ ვიცი თუ იქ არის თეატრივით, როგორც კახი კავსაძე ოცნებობდა თეატრივით სუფრას, ქართული სუფრას მე ვისურვებდი და ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ იქ როცა მოხვდები, აუცილებლად მოხვდე სუფრასთან, ბატონ ოთარ ბაღათურიასთან ერთად. ამას ძალიან ვისურვებდი, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, იქაც ისეთი გემრიელი, ტკბილი და გენიალური საჩუქარი იქნება ჩემთვის სამყაროსგან, როგორც იყო ბატონ ოთარ ბაღათურია და ჩემთვის სულ იქნება და მადლობა მინდა მას უთხრა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის, მისი როლებისთვის, მისი პიესებისთვის და მისი არსებობისთვის. დღეს ასევე მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი, რომელიც ჩვენი დიდი და ალბათ ყველაზე გენიალური წიგნის ვეფხისტყაოსნის გამოხმაურებაა, რაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა, ალბათ ამდენი გამოხმაურება, ამდენი გაგრძელება, ამდენი დამატება, ამდენი დამოკიდებულება, ამდენი აღფრთოვანება პირიქით შიში არ გაჩენია ადამიანს და ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღი ძალიან ძველია, მე-12 საუკუნის ბოლო, მე-13-ის დასაწყისი და აი წარმოვიდგინეთ, რამდენი საუკუნე გავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ამ წიგნს ვერასოდეს ვერ მოვწყდებით, იმიტომ რომ ეს არის თავარი წიგნი, არა მარტო ქართულ ენაზე დაწერილი, მე რომ მკითხოთ, ალბათ არამედ ყველაზე გენიალური, რაც კი საერთოდ სამყაროს ისტორიაში დაწერილი, ოღონდ ამ წიგნს აქვს პრობლემა, საერთოდ ყველა წიგნს აქვს თავისი თავგადასავალი, ზოგს რთული, ზოგს ნაკლებად რთული, მაგრამ ვეფხისტყაოსანი ალბათ არის ყველაზე რთული თავგადასავლის მქონე წიგნი და რასაკვირველია, ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია ახლა და აქ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ წიგნს არ ქონია ამდენი განსაცდელი, ამდენი ცდუნება, ამდენი დრო იმისათვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ის არის არათუ არსებობის უფლება, არამედ ყველაზე გენიალური წიგნი, რაც კი დედამიწაზე შექმნა. ჩემი ზღმარწმენით ეს ასია, უბრალოდ ვინც ამაში არ მეთანხმება, მე არ ვეკამათები ხოლმე, იმიტომ რომ წიგნი არის ყველაზე გენიალური გამოგონება და ერთი და იგივე წიგნის მიმართ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული აზრი ჰქონდეს ყველას და ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი და ამას თვითონ რუსთაველი ამბობს დასაწყისშივე, ანუ პროლოგშივე ამბობს ამას, რომ ასეთი მოგწვა ღმერთმა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერით, ანუ ჩვენთვის დამახასიათებელია ფერებით აზროვნება და რუსთაველი რასაკვირველია იმას გულისხმობს, რომ უთვალავ ფერში, უთვალავი გონება, გული, თვალები გულისხმება და 8 მილიარდ ადამიანში ყველანი განსხვავდებით ერთმანეთისაგან და ეს არ არის ჩვეულებრივი, ეს არის პირიქით, ეს არის სამყაროს არსის, ამას გვეუბნება რუსთაველი ვეფხისტყაოსნის დასაწყისში, რომ ასეთი მოგცა ღმერთმა ქვეყანა, რომ ჩვენ ყველანი უნდა განსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ საოცარი საჩუქრის, ამ გენიალური შედევრის ვეფხისტყაოსნის, იქ სადაც დაიბადა საქართველოს გულისხმობა, რასაკვირველია, არ აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ამ წიგნის კითხვისგან ისიამოვნოს და მიიღოს ეს დღესასწაული, რომელიც რადიკალურად შეცვლის სიცოცხლეს ბედნიერებისკენ და უკეთესობისკენ და არ აქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ დიდხანს და ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს გვახსოვს და ამას მე თვითონაც მოვესწარი, ძალიან ბევრ სკოლაში საქართველოში ვეფხისტყაოსანს არ ასწავლიდნენ ისე, როგორც ამას ისურვებდა თვითონ შოთა რუსთაველი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ იყვნენ ბევრი ისეთი მასწავლებლები, რომლებიც აუხსნიდნენ ზუსტად და კარგად ბავშვებს თან იმ ასაკში, რასაც ვეფხისტყაოსანი ისწავლებოდა, რა დაწერა სინამდვილეში ამ გენიალური წიგნის გენიალურმა ავტორმა. ძირითად შემთხვევაში შემოვიფარგლებოდნენ ხოლმე საზეპიროებით და
წარმოიდგინეთ ამასაკის ბავშვი, რომელსაც აძლევდა საზეპიროდ ამდენ სტროფს და არ უხსნი რა წერია იმ სტროფებში ან იმ ტაიპებში და არ განუმარტავ რა გულისხმობს შოთა რუსთაველი, რა სიბრძნის, რა სიღრმის მატარებელია ეს ტექსტი და ვისაც ამას არ აუხსნი და მარტო საზეპიროებს მისცემ საშინაო დავალებად ბავშვს, რომელიც გართობაზე თამაშზე ფიქრობს და არ თამაშობს ვეფხისტყაოსანს, როგორც მთავარ გონებრივ სათამაშოს და გასართობს, რა თქმა უნდა, იმას არც მასწავლებელი უყვარს და არც ვეფხისტყაოსანი და არც რუსთაველი და ემართება ის, რაც ძალიან ბევრ ქართველს დაემართა სამწუხაროდ. და ახლაც ჭირს ბევრ ქართველს, რომ სკოლა რომ თავდება, ანუ ვეფხისტყაოსნის დაზეპირება რომ თავდება, მე არასოდეს აღარ უბრუნდება ვეფხისტყაოსანს და ჩვენ კონსტიტუცია პირველად ოფიციალურად მივიღეთ 1921 წლის 21 თებერვალს უკვე გვიტევდა რუსეთის 4 არმია და მივიღეთ 21 წლის 21 თებერვალს, მაგრამ კონსტიტუციის მიღებამდე საუკუნეების მანძილზე ჩვენი კონსტიტუცია იყო ვეფხისტყაოსანი, იმიტომ რომ სწორედ ვეფხისტყაოსნის ეწერა არა მხოლოდ ის თუ როგორ უნდა გვეცხოვრა, რა ღირებულებები უნდა გქონოდა, რა ფასეულობებით უნდა გვესულდგმულა, არამედ ეწერა ყველა შეკითხვაზე პასუხი, რაც კი გვიჩნდება ან მომავალში გაგვიჩნდება. სინამდვილეში აი ახლაც თანამედროვე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ ქართველს, ან ვინც ქართულად კითხვა იცის, ან სხვა ენებზე შეუძლია წაიკითხოს ვეფხისტყაოსანი, შეუძლია მიაგნოს ნებისმიერი პრობლემის გასაგებს, ნებისმიერი შეკითხვის პასუხს, ნებისმიერი ამოცანის ამოხსნას ამ წიგნში, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად შიშია ზოგჯერ ჩარჩენილი ჩვენს გულებში ბავშვობიდანვე ვეფხისტყაოსნისადმი შიში იმ საზეპიროების გამო, რომელსაც არ მოყვებოდა ახსნა. მე რასაკვირველია არ მიყვარს კატეგორიულობა, იმიტომ რომ ეს პედაგოგიკა ურთულესი მეცნიერებაა და მე სულად პროფესიონალი ვარ ამ მხრივ და არ ვიცი როგორ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მხოლოდ დაზეპირება არ არის საკმარისი. წინ რომელსაც მე წარმოგიდგენთ, არის სწორედ ამის მცდელობა და მინდა მადლობა უთხრა დიანა ან ფიბიაც ჩვენს შესანიშნავ ავტორს ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის კარგად არის ცნობილი, ბევრი წიგნის ავტორს, პოეტსა და პროზაიკოს და ამ შემთხვევაში ამ წიგნისთვის ჯერ სათაურმა ისე მომხიბლა რომ აღმოვაჩინეთ ჩვენ ვეფხისტყაოსნები, ჩვენ ყველანი გავხდით დაწერის დღიდან ვართ წიგნები. ეს წიგნი არის ეს ყველაზე ჯადოსნური წიგნია, ყველაზე დიდი მაგიური გამოგონება. ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ მართლა. ის კი არა რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვეფხისტყაოსანი ყველა. ჩვენ ვართ თვითონ ვეფხისტყაოსნები, ასეთი ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი არსი და დიანა ახერხებს ამ პატარა წიგნში მოგვიყვეს ბევრი შემთხვევა, ბევრი თავგადასავალი ამ წიგნის ისტორიიდან, დაწერის თარიღიდან, ანუ მე-12 საუკუნიდან ყველაზე ძველი ხელნაწერის შექმნამდე, ანუ ვეფხისტყაოსნის სულ ხელნაწერს გულისხმობთ, თითქმის 5 საუკუნეა გასული. აი წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე ძველი 1646 წლის ვეფხისტყაოსანი, რომლის ავტორიც არის თვითონ პოეტი, კალიგრაფი, მხატვარი მამუკა თავაქარაშვილი. ზოგ წყაროში სხვათა შორის თავაქალაშვილი წერია, ზოგან თავაქარაშვილი, რომელმაც ბევრი წელი გაატარა ტყვეობაში და ტყვეობაში, აი წარმოიდგინეთ, ტყვეობაში აქვს შექმნილი ეს ვეფხისტყაოსანი 1646. ამაზე ძველი ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა რთული ბიოგრაფია აქვს ამ წიგნს, რა გამოიარა, რა თავგადასავალი აქვს და ლევან მეორე დადიანმა სამეგრელოს მთავარმა იცოდა რომ ასეთი პოეტი, ასეთი კალიგრაფი, ასეთი გადამწერი, ასეთი განათლებული მხატვარი ყავდათ იმერელებს მოაწყო ლაშქრობა და ტყვეც წაიყვანა და ტყვეობაში აიძულა და შეაქნევინა. ხო, ძალიან საკამათოა და იქნება ყოველთვის ლევან მეორე დადიანის გულისხმობ სამეგრელოს მთავარი, მისი ბიოგრაფია მე-17 საუკუნის მმართველს, რომელიც ბიოგრაფიაში სისასტიკის საშინელი მაგალითებია, მაგრამ იმავე ადამიანის ბიოგრაფიაში არის გასაოცრად კეთილი და პოზიტიური და მნიშვნელოვანი საქმეები ქართული კულტურისთვის. ფაქტია, რომ ეს სიკეთე ვეფხისტყაოსანი ჩვენ არც ვიცით, როდი გვექნებოდა, არ გვექნებოდა, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი შეიძლება ისე გამქრალიყო, ალბათ ეს ზეპირად დასწავლის და მთელი ტექსტის სწავლის საფუძველიც ეგ იყო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ შიში, რომ გაქრებოდა ეს გენიალური ვეფხისტყაოსანი და იცოდნენ, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი შედევრი დედამიწაზე, მისი გადარჩენა ასე სურდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია 5 საუკუნე არ ჩანს ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი, არ გვაქვს.
და 1712 წელს გვაქვს პირველად გამოცემული ეს უკვე ვახტანგ მეექვსის დამსახურება ჩვენი ასე კულტურული და განათლებული მეფის. დიანა ყვება საოცარ ამბებს, მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ეს უკვე მერე მოხდა, არა მე-17, არა მე-18 საუკუნეში, ეგრეთ წოდებული წერეთლისეული ვეფხისტყაოსანია, ყველაზე მეტი მინიატურა აქვს, თუ სწორად მახსოვს 87 ან 88. და რა ბედი ეწეს, ესე იგი როგორ მოიპარეს მინიატური, ესე იგი ამ წიგნიდან მინიატურები და რა გასაოცარი თავგადასავალი აქვს იმ ხელნაწერს, იმ წერეთლისეულს, რომელიც სოლომონ პირველის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეფის დამსახურება, მისი დაკვეთით არის ეს შექმნილი და როგორ გადაარჩინა 16 თაყაიშვილმა. ჩვენ ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მივხვდებით, ვერ გავაცნობიერეთ ბოლომდე რა საჩუქარი ყავდა 16 თაყაიშვილის სახით, იმიტომ რომ რა გადაგვირჩინა ამ ადამიანმა, ჩვენ გადაგვარჩინა როგორც ცივილიზაცია, იმიტომ ჩვენი მართლა მატერიალური საგანძური ის რაც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რასაც 1000 წლების მანძილზე ვქნით, მისი დამსახურება რო დღესაც გვაქვს და მათ შორის ვეფხისტყაოსნის, აი როგორ გადაარჩინა ის წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი, ამაზეც არის. ალი ქალების ისტორიები, აი საოცარი ისტორიები, როგორ ხო რომ ნახოთ ხელნაწერები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ჩვენი ხელნაწერები, როგორ მინდა რომ ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ისეთ ადგილას აღმოჩნდა, ისე მიაბეტონეს და ესა მიაკორპუსეს, რომ ვერც მივა ადამიანი და აგერ ჩვენი მეზობელი ქვეყანა სომხეთი და დედაქალაქ ერევანში რო ჩახვალ, სადაც უნდა მიდიოდე, რო შეგატყობს ესა რა ქვია ტაქსის ძღოლი რომ ქართველი ხარ ან სტუმარი ხარ სომხეთის, პირდაპირ მიყავხარ ხელნაწერების სანახავად. გინდა არ გინდა და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დგას მათი ხელნაწერების მუზეუმი ერევანში. როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს ასეთი საოცარი ხელნაწერები, ასეთი შედევრები, მარგალიტები, ოქროს ზოდები და ასე ვინახავდეთ იქ, სადაც ვერავინ ვერ მიდის სანახავად. პირიქით პირდაპირ თბილისის ცენტრში ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე უნდა იყოს ჩვენი ხელნაწერები, რომ თელს კაცობრიობას ვანახოთ, რა საგანძურის მფლობელები ვართ, არა მხოლოდ მოუყვეთ, არამედ თავისი თვალით ნახონ. ძალიან მინდა რომ ეს წიგნი სულ ვიკითხოთ, არა დავიზეპიროთ და ვერ მივხვდეთ რა საგანძური აქვს, არამედ პირიქით, თუნდაც ნოვისწავლით საზეპიროებს, ოღონდ გავიაზროთ, რა ჯადოსნური საჩუქარი გაგვიკეთა ღმერთმა რუსთაველის სახით და რუსთაველმა ვეფხისტყაოსნის სახით. დიდი მადლობა დიანას და ყველას, ვისაც შეუძლია გვიბიძგოს და კიდევ ერთხელ დაგვაბრუნოს ვეფხისტყაოსნის დღესასწაულში. უამრავი წიგნის წარდგენა გაგვიკეთებია ბევრი წლის განმავლობაში სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა ადგილას და წიგნზე საუბარი ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ახალი წიგნის წარდგენა მით უმეტეს და მინდა ბოდიში მოუხადო ყველას რომ პირველად მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ ჩემ წიგნზე უნდა ვისაუბრო ამ შემთხვევაში და ამას გავაკეთებ იმიტომ და სულად გამიზნულად და შეგნებულად რომ მე არ ვარ Facebook-ის ან რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი და ისე ხდება ხოლმე რომ პერიოდულად სოციალურ ქსელებში არის ამ წიგნის განხილვა. უამრავი შეკითხვა ჩდება ამ წიგნთან დაკავშირებით და სამწუხაროდ მე არ მაქვს შესაძლებლობა რომ უპასუხო ამ შეკითხვების ავტორს. ეს არის პოლონური ვერსია ამ წიგნის და ერთადერთი უცხოეთში გამოცემული ჯინსების თაობა, სადაც სათაური შეუნარჩუნეს ამ წიგნს და ისე ქვია როგორც ქართულ ვერსია ჯინსების თაობა, იმიტომ რომ 22 ენაზეა უკვე თარგმნილი და არცეთ ქვეყანაში მე ვგულისხმობ მithumetes დასავლეთ ქვეყნებში და არ შეუნარჩუნებიათ ჯინსების თაობა იმის გამო რომ ჯინსების თაობა სათაური როგორც კანადელმა გამომცემელმა მითხრა პირველად გასაგები შეიძლება იყოს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ან ეგრეთ წოდებული სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და მკითხველებისთვის, იმიტომ რომ კანადაში ჯინსების პრობლემა არასოდეს არ ქონიათ და კანადელისთვის, გერმანელისთვის, ნიდერლანდელისთვის, ესპანელისთვის ჯინსი არ ყოფილა პრობლემა, ისე როგორც საბჭოთა მოქალაქისთვის იყო დიდხანს, თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ამიტომაც ამ წიგნის სათაური ჯინსების თაობა ყველგან შეცვალეს, გარდა აი ამ პოლონური ვერსიისა. იცით რომ ეს წიგნი რომანია, მაგრამ ეფუძნება ნამდვილ ამბავს 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდა ქართველების ჯგუფი შეეცადა რომ გაეტაცებინა თვითმფრინავი
საბჭოთა კავშირიდან, მაშინდელი საბჭოთა საქართველოსგან და იმ ჰოლანდიურ თუ კანადურ და ესპანურ თუ სხვა გამოცემებში ეს თავი სპეციალურად დამაწერინეს, რომ ამიხსნა მათთვის, რომ როგორ შეიძლება რომელიმე რეჟიმა, რომელიმე სახელმწიფოს რომელიმე რეჟიმა აქამდე მიიყვანოს ნაბიჯი, რომ ადამიანმა ასეთი სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიიღოს. გასაგებია, რომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ წარმატებით შეიძლება ეს დასრულებულიყო, მაგრამ რასაკვირველია ეს ძალიან ახლოს არის თვითმკვლელობასთან, ძალიან ახლოს არის ყველაზე სასოწარკვეთილ ნაბიჯთან, როცა თვითმფრინავს იტაცებ. 2008 წელს გამოვიდა ეს წიგნი და იმის მერე ყველა საქართველოს გარეთ, სადაც აი წარმოგიდგენთ რამდენჯერ მქონდა შეხვედრა ამ წიგნის გამო, ყველგან ვცდილობ რომ აუხსნა ადამიანებს, რომ ეს წიგნი დავწერე იმიტომ სწორედ რომ გეგა კობახიძისა და კიდე სხვების სიცოცხლე არ მემეტებოდა იმ განაჩენისთვის, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, მაგრამ უნდა ვაღიარო და ამას სულ ვიმეორებ, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამ წიგნის პერსონაჟებს, მათ პროტოტიპებს თვლიან მხოლოდ გმირებად. რასაკვირველია, თავისუფლების იდეა არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ჩემი თავისუფლების იდეას ვინმე სიცოცხლე ეწირება, რასაკვირველია, თვითონ ეს იდეაც ეჭქვეშ დგება და ცუდი საბჭოთა კავშირიდან გაიტაცებ თვითმფრინავს, რომ კარგი იაპონიიდან ან გადასარევი იტალიიდან მნიშვნელობა არ აქვს. რატომაც ეს წიგნი არის ასეთი პოპულარული ახლაც და ახალი თაობის მკითხველები ემატებიან და არაკლდებიან და სხვა ქვეყნებშიც გამოდის ეს წიგნი სწორედ იმიტომ, რომ მანამ სანამ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა, არის რასაკვირველია იმ ადამიანის მხარეს, ვისაც სახელმწიფო ჯის. სინამდვილეში სახელმწიფო სწორედ იმიტომ მოიგონა, სწორედ იმიტომ ჭირდება ადამიანს სახელმწიფო, რომ მისგან მიიღოს ყველაზე მთავარი სამართალი. საქართველოში წასია და შეიძლება მეტიც, განსაკუთრებით ქართველებისთვის ყველაფერი დანარჩენი არის საკმაოდ ადვილი მისაღწევი, იმიტომ რომ ვიტყვი ამ ფრაზასაც ხშირად მაკრიტიკებენ ამის გამო, მაგრამ მგონია რომ ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვარ და ყველაფერს ისედაც მივახცევთ. რაც ყველაზე მეტად ვჭირდება სახელმწიფოსგან, ეს არის სამართალი და სამართლიანობა და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ მივახციეთ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პოსტსაბჭოთა საქართველოსთან შეგვექმნა სამართლებრივი სახელმწიფო და დღემდე საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან პატიმრები. ნებისმიერი პატიმარი, რომელსაც დანაშაული არ უმტკიცდება, არის უკანონო და უსამართლო პატიმარი. და სანამ ეს საქართველოში ხდება, მანამ არსებობენ ამ წიგნის მკითხველები, რომლებიც ჩათვლიან გმირებად, ან დაინახავენ ამ ისტორიაში მხოლოდ ჰეროიკულ ნაწილს, მხოლოდ თავისუფლების იდეას და არა დანაშაულს. და მე გავიმეორებ, რომ როცა ამ წიგნს ვწერდი, ამასაც ყველას ვუყვები 2008 წლიდან, რომ ამ წიგნს როცა ვწერდი და ვეკონტაქტებოდი ამ წიგნის პერსონაჟების ოჯახის წევრებს, არც ერთისგან არ მომისმენია, რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავეები. პირადად მაქვს მოსმენილი ერთადერთი გადარჩენილი გამტაცებლისგან, რომ არ ღირს არც ერთი არანაირი თავისუფლება, არც ერთი დიადი იდეა, რა უნდა იყოს მართლაც თავისუფლებაზე დიადი იდეა, იმ ადამიანის სიცოცხლეთ, რომელიც ეწინება ამ იდეას და მე სულად ვიზიარი. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არაფერი არ დაუშავებთ, აი არაფერი იმ გზავს, რომელიც უბრალოდ იჯდა თვითმფრინავში 58 მგზავრი იყო. წარმოუდგენელი სისასტიკე იყო, რომ გარდა იმ ადამიანებს, ვინც თვითმფრინავი გაიტაცა, დაახვრიტეს ბერი თეიმურას ჩიხაძე, რომელიც საერთოდ არ იჯდა თვითმფრინავში, იმიტომაც არ იჯდა თვითმფრინავში, წინააღმდეგი იყო თვითმფრინავის გატაცების. სისასტიკე აიქცეთ აბსურდამდე მივიდა, როცა არ არის სამართალი, თორე გავიმეორებ, თვითმფრინავის გატაცება ტერორიზმი და ისინი იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ დამნაშავე პასუხი უნდა აგოს იმაზე, გეგა კობახიძეს არავინ არ მოუკლას, მარტივად რო თქვა იმის თქმამდან, ამიტომ მისი დახვეწა როგორც მკვლელის იწვევს არა სამართლიანობის და უსამართლობის განცდას. ყველაზე მეტად ვინც მინდა რომ წაიკითხოს ეს წიგნი, ეს არის რუსეთის იმპერიის მოქალაქეები და რუსული მკითხველი და რუსი აუდიტორია, იმიტომ რომ სწორედ მათ მინდოდა ცოდნოდათ ამ წიგნის მიხედვით, რატო აღარ მინდა რომ ჩემი სამშობლო საქართველო იყოს რუსეთის იმპერიის ნაწილი, რატო აღარ მინდა ვიცხოვრო ასეთ სასტიკ სისტემაში, რომელიც მათ მოგვახვიეს თავს. ჩვენ არ ქვეყანა მინდა ამას ხაზი გაუსვა, სადაც თელს მსოფლიოს დავასწარით და პირველებმა გავაუქმეთ სიკვდილის დასჯა. ეს გააკეთა თამარ მეფემ ჯერ კიდევ როდის თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს, წარმოგიდგენთ, მე-13 საუკუნის დასაწყისზეა ლაპარაკი და თემა კაცობრიობამ რამდენი გაიარა
იმის შემდეგ, რომ მე-19 საუკუნეში დაეწყო ამაზე ლაპარაკი და მე-20-ში მე ევროპაში გაეუფრინებიათ, მე-20 საუკუნის ბოლოს, მეორე ნახევარის ხანაშორის და ამერიკაში ზოგიერთ შტატში დღემდე არის. ჩვენი კულტურა ეს არის, ჩვენი ლიტერატურა ესა, ჩვენი თავგადასავალი არის ეს. ადამიანი იყოს ყველაზე მთავარი ღირებულება, ყველაზე მთავარი საგანძური სახელმწიფოსთვის და ჩვენ ასე ვიზრდებოდით 1000 საუკუნეების განმავლობაში და ამიტომაც მინდოდა რომ პირველ რიგში რუსეთში გამოცემულიყო ეს წიგნი და რუს მკითხველს წაეკითხა, რუსი მკითხველი დაფიქრებულიყო რა შეიძლება მოუტანოს რუსულმა რეჟიმმა სხვას. ძალიან კარგად მახსოვს სულ მილან კუნდერას ცნობილი ფრაზა 1968 წელს ჩემს ახალგაზრდობაში პრაღაში დავინახე რუსეთის შემოსული წიგნები იხუმრა ასე მწარედ რომ მეგონა რომ ტანკები რომ დავინახე მეგონა წიგნები მოკონდა და ბომბები აღმოჩნდა. რასაკვირველია ამის გამო მინდოდა რომ პირველ რიგში რუსეთში გამოსამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი კითხველი ყავს აქ და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ძალიან მინდა რომ ჩვენ ამ წიგნისგან სწორი დასკვნები გავაკეთოთ და არასოდეს განმოვიდეს ის, რაც ამ წიგნში ხდება და რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ბოდიშ ვიხდი კიდევ ერთხელ რომ ამ წიგნზე მიწერს საუბარი ჩემ წიგნზე, მაგრამ ვერ ვპასუხობ იმ შეკითხვებს, ამიტომ ახლა და აქ მიწერს. დიდი მადლობა. მინდა რომ წიგნი იყოს წიგნი ისეთი გენიალური გამოგონება რომ შეუძლებელია იყოს ობიექტური და ადამიანიც შეუძლებელია იყოს ობიექტური, სუბიექტურია, როგორც რუსთაველი ამბობდა დასაწყისშივე, მართლა უთვალავი ფერი ამ სამყაროში და უთვალავი გონება და იმდენი რამდენიც ადამიანია, მაგრამ მინდა რომ დავინახოთ ამბები ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა.